ჭიათურაში რაც ხდება, აი ესე რომ დააყენო ისევ საკითხი რა ეხა. ბიჭო, ეს ანუ შენ ვის უჭერ, მთავრობას უჭერ, მხარს თუ ოპოზიციას უჭერ, ხო? აი რა მნიშვნელობა აქვს რა? ჩვენ რო ანუ ამის საშუალებას რო ვიძლევით, ხო? ესე იგი ჩვენ ანუ არაფრის ის არ შეგვიძლია, რა შეცვლა არ შეგვიძლია რა. წამალდამოკიდებულების თემა და იმის კაზინოს თემა და ბანკის უკვე რაღაცნაირად ანუ ვაფშე გადაგდებულიც გაის. ანუ 12 წლის წინ მოვიდა ეს მთავრობა და უკვე თაობა, ხო, ვიზეც აი თავიდან რომ ესე იგი 2012 წელს ხო მე რაღაცა ისე სპორტულად ცხოვრობდი და ჩემს ირგვლივ ანუ რაღაცა მეგობრებზე ნაცნობი და ნერვიულობდი რაღაც. უკვე ანუ ისეთი მასა არის ძალიან დიდი, რომელიც ნერვიულობასაც აზრი აღარ აქვს, ხო ხდები? ამ თამაშმა, ამ ნარკოტიკმა, ამ იმან რა ქვია ვალებმა, ამ უბედურ ისეთი რაღაცა დამართა, რომ ფაქტიურად ანუ ჩვენ ხალხო თაობა დავკარგეთ. და ჩვენ ანუ ქართულ ხალხს ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, რას თავს ვიტყუებთ, ანუ კომენტარები იყო რომ ისაო რა ქვია, იქ რუსთაველზე რომ დარბიხართ და რაღაცა არ იქნება სამართალი არ იქნება სამშობლო, აი ხა მიდის და ჭიათურა იყვირეთ, გაიგე ოცნების ამორჩევლები წერენ და შენ რას მიკეთებ, ანუ შენ ესე იგი ზიხარ და მუდმივად ანუ ამას აკომენტარ. კომენტატორები მეტი ანუ არაფერი, ანუ ჭიათურას რო ანუ იმას აფეთქებენ და კიბორო დამარტეს, ანუ მთელ რაიონში რაღაცა ეს ანუ ოპოზიციის საქმე არის, ანუ დაუჯერებელი არის ხალხი ყველაზე ხშირია ხოლმე კომენტარები ხელფასებზე თუ ილაპარაკეთ ხო არ მოვიდა ის დრო რომ თქვენ გამოდით და გააპროტესტეთ რამე არ გაქვთ გასაპროტესტებელი ნორმალური ქარხნები რო უნდა იყოს ნორმალური ჰაერი რო უნდა იყოს ნორმალური ეს რო უნდა იყოს ხა მე რა როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს სიტყვაზე კორპუსი რო ინგრევა ერთი შენობა რო ინგრევა ხო რაღაცა უმცირესობის მიმართ ანუ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს შენც მოყვები იმის ქვევით და ისიც მოყვება ხო რა მნიშვნელობა აქვს ხო და უნდა გამოხვიდე და უნდა შეაკეთო ის ხო ესე არის ხო ჰაერი ესე არის ხელფასი, ესე არის რაღაცა ელემენტარული ეკონომიკური პირობები, რაღაცა ელემენტარული საკითხები რა და რა ვიცი, მოვიდა მე მგონი ის დრო რომ შეიკრიბოთ ლამაზად და მოითხოვოთ.